საქართველოს მთასა თუ ბარში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, ყოველ ეთნიკურ კუთხეში ჩაცმულობის განსხვავებული სტილი არსებობდა. კლასიკური ქართული კოსტიუმი მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხია, ქამარხანჯლით გაწყობილი. ქალის კაბაკი გრძელია, სარტყლითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული. თამარ მეფის სახელობის პროფესიულ კოლეჯში ჭრაკერვის შემსწავლელ პროგრამაში ტრადიციული ტანსაცმლის თანამედროვე დიზაინსაც სწავლობენ. კოლეჯში შესვლისთანავე თვალს მოგწყვეტთ და სიამაყით აგავსებთ ჩვენი წინაპრების შექმნილი მოდა და მისი თანამედროვე ვარიანტებიც, რომლითაც დღესაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეგვიძლია მოვიწონოთ თავი. სამუზეუმო ექსპონატები ზუსტი ასლებია ესენი. ყველაფერი არის შესრულებული ხელით. ეს არ არის მანქანით არაფერი შესრულებული. ნახეს როგორი სასწავლე მართლაც. სასწავლე ეს არის ფასდაუდებელი შრომა, ამას ჩადებული არ ვიცი. ამაზე მუშაობდა ერთი ჯგუფი სტუდენტები. მოსელი არის როგორც ესე იგი აფხაზეთის, ასევე სამეგრელოს ორივეიდან ერთნაირი სამოსელია ჩვენ. და ქართული სასწავლე მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევარი და კლავე სუფთა თანამედროვე დიზაინი არ ვიცი. თანამედროვე დროს გაუსწრო ჩვენმა წინაპარმა წლების და საუკუნეების წინ. ეს არის ტრადიციული სამოსელი, რომელიც დევს მუზეუმში და მუზეუმის ასლებია ესენი არ წარმოქმნიან. უფრო დეტალურად, როგორია ძველქართული ტრადიციული მოდა და რა ითვლებოდა ხარისხის გარანტად, რა ფასობდა ძველად დიზაინში, როგორ იმოსებოდნენ ორსული ქალბატონები მთასა თუ ბარში, რას ანიჭებდნენ უპირატესობას მამაკაცების ჩაცმისას. ამ კითხვებზე კოლეჯის ჭრაკერვის კურსის ხელმძღვანელმა გვიპასუხა. ეს არის დალამბული, ხო? ანუ უკვე კერვის რაღაც ნაწილობრივ გავაკეთეთ, აი ამ მოსწავლისა, ნინოსი და ისა უკვე აწყობა მიმდინარეობს. ეს შეკერილი. ეს კი შეკერილია. აი საინტერესო რაღაცებს ხედავთ ქალბატონო რუსუდან, მოდით აგვიხსენეთ, აი ეს რაღაცა ამან მიიქცია უცხოდ გამოიყურება. შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის? ეს არის თუშური საორსულო კაბა. რას ამბობთ? რომელიც ფორმდებოდა გარკვეული ნაქარგობით, კანტით, აი ეს ხარასაც შიგნით ხედავთ, მის უნიკალურობას ფაქტია, მაგრამ საორსულო რით არის, ანუ რა დამატებითი ნახეთ, ეს ჩარჩოსებური ნაწილი აქ დეტალი გაკეთებული, მუცლის გზის რო იზრდებოდა ბავშვი მუცელში და მუცელი ფორმას ღებულობდა, ეს იწევდა, მაგრამ ნახეთ რა ხდება, შიგნით არის პერანგი, კიდე პერანგი ახლავს ამას. დიახ, ეს აუცილებელი პირობა იყო პერანგი შიგნით მოქარგული ყოფილიყო ან მაქმანებით გაწყობილი. და ნახეთ ამას წინ საფარი აქვს ეგრეთ წოდებული, რომელიც იკვრებოდა უკან თამასით. ნახეთ. აი ეს თამასით, პერანგს რომ ჩაიცმევდა, აი ამ პერანგს, მოდით ეს პერანგიც განახოთ. აი ჯერ ეს პერანგი იყო, ნახეთ. აი ეს პერანგი ამ პერანგს ჩაიცმევდნენ. აი ამას ქვია ხიშტაკი, ჩამატებული დეტალები აქვს. შემდეგ ეს კეთდებოდა და მუცელი, როდესაც ეზრდებოდა ფეხმძიმე ქალს, თამასებით, თუ შეგიძლიათ ეს დამეხმაროთ, თამასებით იკვრებოდა აი იმ ზომაზე. აი ეს თამასები მაგიტომ აქვს გაკეთებული. ხო, ეს და იფარებოდა და აი ეს ეხმარებოდა იმ საკითხში, რომ ეს მუცელის ფორმა და რაღაც შენარჩუნებული იყო. არის ძალიან საინტერესო სახელო. აი სახელო თუ კი თქვენ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ხელით არის ჩამაგრებული, მილამბული, იმიტომ რომ კაბა ერთი ქონდა შესაძლოა პიროვნებას და აი ამ ისა ყურთმაჯებს, ხო, აი ამ სახელოს გასაფორმებელ დეტალებს ხსნიდნენ და სხვადასხვა ფერის გაფორმებით იკეთებდნენ, რომ მრავალფეროვანი შთაბეჭდილება დაეტოვებიათ, ხო. ეკონომიურობა ხო ესეა. კი, ესეც არის. კი. დიახ. და აი ეს დეტალი იცვლებოდა. აუცილებელი იყო, აი რაც ნაქორგობას ხედავთ ხელზე, გამეორებულიყო ზურგის, აი ქვედა
უკან დიახ ქვედა ნაწილში გამეორებული ყო ანუ აი ეს და ძალიან ის აი რომ დავაკვირდებით კომპოზიციურად შეკრული არის ეს არის მე-19 საუკუნის ანალოგზე შეკერილი საორსულო კაბა და საკმაოდ აი ორიგინალური დახვეწილი ფერში ჩვენ ორიგინალიდან აგვაქვს აღებული ეს ფერები და ვიმუშავეთ ისე როგორც უნდა ყოფილიყო დაცული რაც მე საორსულო სამოსი თანამედროვეობა გონიათ ეს კი და ძალიან საინტერესო თანაც ნამდვილად საინტერესო და ორიგინალური კი დიახ ესეთი კაბა გვაქვს ეს მოსწავლეების მიერ არის შესრულებული რა თქმა უნდა ჩემი ხელმძღვანელობით ჩვენ მუზეუმიდან მასალა გამოგვაქვს და შევისწავლით მასალას და შემდეგ უკვე ვაკეთებთ აქ აი ესეც თუშური მამაკაცის ჩოხა არის და ძალიან ორიგინალურია ეს ჩვენ ქონდა უფლება შიგნით ტექნოლოგიურად მეტად გამართულად დაგვემუშავებია ვიდრე ძველ დროში ამუშავებდნენ ამის უფლება მომცეს გარედან კი უნდა შეგვენარჩუნებია ის წესი რაც ახასიათებდა მაგ პერიოდის ჩოხას და აი შიგნით კანტებით ძალიან აი სუფთად იმუშავეს მოსწავლეებმა ესეც მე-19 საუკუნის კოსტიუმია თავადური მოსაცმელი არა ხო კი დამახასიათებელი იყო თავადური სამურზაყანო ყველა მთელ სამურზაყანოში ეცვათ ეს ყველაფერი და ერთ-ერთი ესეთი მოსაცმელი აქსესუარის სახით ჰქონდათ ძალიან ესა უკან ხედავ რაღაც ძალიან აი ეს ქოქლო მინაოჭებული ძალიან საინტერესოა ქოქლო ქვია ამას და ეს ხელით მუშავდება ნახეთ შიგნით სულ ძაფით არის აყვანილი დიახ და ჩაჯენილია უკანა ძაფიც როგორი ის უნდა იყოს მაგარი მიდეგი რომ აი ეს ამხელა ნაჭერი რამოდენიმე მას ვაკეთებთ ხო ეს უკვე გათანამედროვებული ხევსურული არის უბრალოდ მოსწავლეებს მოუნდათ რომ თანამედროვე ყოფილიყო ეს ჩვენი კოსტიუმი მოგეხსენებათ რომ ხევსურულში მართკუთხედად და ოთხკუთხედ ფორმაში იქარგება მაგრამ აი აქ აი რო იტყვიან დაჟინებულად იმუშავეს რომ ეს რელიეფში ჩასმულიყო ძალიან ლამაზია ესეც გათანამედროვებული კოსტიუმი გვაქვს ჩვენ ოღონდ ისა არის შეტანილი ქართული კულტურის ორნამენტები უბრალოდ ეს არის ჩემი საავტორო აი ეს მისი კამარი არის ამ კაბის კამარი არის ეს ამშვენებს კაბას კამარი კი ეს ჩვენ გავათანამეთ აჭარული და ამიტომ ამ კამარს ახლავს ჩამოხსნათ თუ შეიძლება ხედია ზედ გამოსახული აი ესეთი სარტყელი არის აი ამ კაბის ნახეთ მთლიანობაში აჰა გასაგებია იხიდი გადასარევი დიახ მართო ფერები და აი თვითონ ქსოვილი მაგიჟებს არის ბუნებრივი ქსოვილია კი როგორი კარგი არის კი ეს არის თქვენი საავტორო აი ეს ჯიბეზე რაც ამოქარგული ჩემი საავტორო ეს უშუალოდ ქართული ორნამენტებია რაც ჩვენ ტაძრებს ამშვენებს ბოლოს ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული ეროვნული სამოსი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ხანდახან ჟამთა აღმწერლებზეც ხადად გვიყვება ჩვენი შორეული და მდიდარი ისტორიის შესახებ.